უბედურის შემთხვევა მოხდა ხულოში სოფელ განახლებაში. კერძო ნაკვეთის დამუშავებისას სახნავ კულტივატორმა 43 წლის მამაკაცი იმსხვერპლა. ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერის განცხადებით შეტყობინება 8 საათსა და 50 წუთზე შევიდა, თუმცა 112 პაციენტი გარდაცვლილი დახვდა. ირაკლი სურმანიძის განცხადებით საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებიდან დღემდე მსგავს შემთხვევაზე დაახლოებით 30-მდე გამოძახებაა დაფიქსირებული. სურმანიძე აქვე შესაბამის უწყებებს მიმართავს. შემთხვევების შემცირების მიზნით ტრაქტორების გამოყენებისთვის სადემონსტრაციო ტრენინგები ჩატარდეს. დილით დაახლოებით 8 საათსა და 51 წუთზე ბრიგადა გავიდა სოფელ განახლებაში და გარდაცვლილი გახდა რამინ ბოლქვაძე. ტრაქტორში იყო ჩახვეული რა. მისვლამდე უკვე გარდაცვლილი იყო პაციენტი. ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირია ტრაქტორის მიერ ადამიანის დაზიანებები. მე ვფიქრობ საჭიროა რომ ამ ხალხს ინსტრუქტაჟი ჩაუტარდეს და მე მიეცეთ უფლება ამ ტრაქტორებთან ან სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით რა. ხოლობით მაინც 30 შემთხვევამდე იქნება წელს. აღნიშნული, მაგრამ გარდაცვალება არ ყოფილა არასდროს. პირველი შემთხვევა გარდაცვალების ფაქტი რო დაფიქსირდა.